ქრონიკა პირდაპირ ეთერში კულტურის სიახლეებით ბრუნდება საღამო მშვიდობის ახალი ქართული ფილმის სპამის პრემიერის დღეს კინოთეატრ ამირანში ამავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. ეს არის პირველი რომანი სერიიდან ინტოქსიკაცია, ასე რომ კინომოყვარულებმა მოემზადეთ 5 მაისს თქვენს სპამით მოიწამლებით. კიდევ რა სიურპრიზი დაგხვდებათ კინოთეატრში და როგორ შეიქმნა რომანი ფილმის სცენარის მიხედვით ნახეთ სალომე კასრაძის სიუჟეტი. ბოლო დეტალებს ორდღიანი მუშაობის შემდეგ აზუსტებენ. გამომცემლობა ტრიესტში რომანის სპამი 1000 ეგზემპლარად 5 მაისამდე უნდა დაიბეჭდოს. საქართველოში პირველად ხდება, რომ ფილმის პრემიერა იმავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაციას ემთხვევა. პირველი შემთხვევაა ისიც, რომ ჯერ ფილმის სცენარი დაიწერა, ხოლო შემდეგ მისი ლიტერატურული ვერსია შეიქმნა. ამ ლიტერატურული ვერსიის წერილს გაგვიშთა იდეა, რომ უნდა გაგრძელდეს, არ უნდა მოეწეროს მხოლოდ სპამით. ამიტომ დავარქვით რა ზოგადი სახელი ინტოქსიკაცია, ზოგადად მოწამლულ ისტორიებს შეეხება. შეიძლება იყოს მოწამლა მეგობრობითაც, სიყვარულითაც, უფრო რაღაც ფარდა ეხება რაღაც განსაკუთრებული ისტორიებს. ამჟამად ჩვენთან იბეჭდება მათი მეორე რომანი სპამი სერიიდან ინტოქსიკაცია. წიგნი ამ მომენტში ბეჭდაშია, ეხლა ჩვენ უშვებთ ამ წიგნის ყდებს. 9 დღეში დაწერილი ფილმის სცენარი რომანში სახეცვლილია. წიგნის ავტორებმა მკითხველი დაინდეს. ფილმში კი ყველაფერი გამძაფრებული და საშიშია. ერთმანეთს არ ემთხვევა სიზმარი და რეალობა, დასასრულიც განსხვავებულია. მუშაობის პროცესშია ეს ნახატი და მე მომწონს ნახოთ გამოფენისთვის თუ მოესწრება. საშინელებათა ჟანრის ფილმის სანახავად მაყურებელი კინოთეატრში შესვლისთანავე განეწყობა. ფოიეში მხატვარ ლაზარე გუგუშვილის ამავე ჟანრის მხატვრობა იქნება წარმოდგენილი. ხატავ შენ თავს რა ყოველთვის პრინციპში ეგრე გამოდის. მიეთყობა პერიოდია ესეთი, რომ ჩაჯდა რამოდენიმე ნახატი ამ საშინელებათა ჟანრში. თუ უკვე გადააბიჯეთ 16 წელს, თუ არ გეშინიათ მოჩვენებების სისხლის და თუ არ გაქვთ სუსტი გული, სპამის შემოთავაზებაა, რომ 5 მაისს საღამოს 8 საათზე კინოთეატრ ამირანში მიბრძანეთ.